გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ვისკის კლუბი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. ეხლა დავიწყოთ. ძალიან კარგი იდეა მოგვივიდა. აქ რო ყოფილიყავით, თქვენს ჩვენსავით გასინჯამდით, ხო და თქვენ თავს დააბრალეთ აქ რო არ ხართ ეხლა. მოდით. უჩაბათ პარასკევი შაბათი კვირა. უჩაბათ პარასკევი შაბათი კვირა 7 საათიდან შეგიძლიათ გასინჯოთ ზოგ-ზოგიერთი დისტილერის სულ პირველი გამოშვების ბოთლები, ინაუგურალები ეგრეთ წოდებული. ტორავაიგი ამ შემთხვევაში და არდნაჰო ერთი სკაის კუნძულიდან ტალისკერის კონკურენტი, მეორე აილას კუნძულიდან ყველა სხვას კონკურენტი. მოკლედ დაახლოებით ერთ დროს რომ გაიხსნა ეს ორი ვაჟბატონი არდნაჰო და ტორავაიგი რაღაც ერთი წელი ამგონი სხვაობა დაახლოებით, მაგრამ ერთი წლის განსხვავებით ჩამოასხეს ინაუგურალები, როგორც ახლა ბოთლებზე გავიხსენეთ ჩვენც. მეზობლებიც არიან ერთმანეთის, მაგრამ რეგიონალურად სხვადასხვა ეკუთვნიან, ერთი ტალისკერის მეზობელია, როგორც ლევანმა თქვა და მეორე აილაზე ეჭიდავება იმ რაღაცა ვეშაპებს და ზვიგენებს, მაგრამ ორი ახალი დისტილერიის აბსოლუტურად სხვადასხვა კონცეფცია. ამაზე ჩვენ გვაქვს ნალაპარაკები ადრეც მე მგონი და აღარ მოგიყვებით დაწვრილებით, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ და თქვენს ძვირფას დროს ამაში არ დავხარჯავთ, რომ მოგიყვეთ ხა ისტორიები, ვინ გახსნა, რატომ და რა კონცეფციით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია და რაც გვაძლევს ბიძგს იმისკენ, რომ ჩვენ ეს ორი შევადაროთ, არის ის, რომ ერთ დროს ორი ახალი დისტილერია საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან გაიხსნა, ორივეს რაღაც პრეტენზია აქვს, რომ მის მეზობლებს უნდა მოერიოს. თან ერთი სტილის არის ორივე არის ტორფით. კი ბატონო. ორივე არის დაახლოებით 1 გრადუსი, 46 არის ტორავაიგი, 50 არის ეს კი ბატონო. ასაკის დაახლოებით ერთნაირი აქვს, 3-4 წლის, 4 წლიანი არის ტორავაიგი, 5 წლიანი არის არდნაჰო და დისტილირება და კასში ჩასხმა ტორავაიგის მოხდა 2017-ში, არდბეგი კი არა და არდნაჰოსი მოხდა 2018-ში. 5 წელი ამას ოფიციალურად აწერია, რომ 5 წლის არის, ამას ასაკი არ აწერია. ამას არ აწერია. გამოდის 4, სამოგ დაწერია დისტილაცია და ბოთლის ჩასხმა და 4 წელი გამოდის მაქსიმუმი ამისი. ერთი უფრო მუქია და მეორე მე არ მახსოვს შეღებების ამბავი და არც არასდროს უყურებ ხოლმე შეღებას სიმართლე გითხრათ, ჩემი მინუსი ჩამთვალეთ თუგნებათ, მაგრამ ასე არის, არ ვაკვირდები ხოლმე შეღებილი არის თუ არა. ეგ არის ბურბონის კასრი მთლიანად. კი, ბურბონის კასრი ეს გვასწორებს კი. ეს არის დაფინიშებული ბურბონის შემდეგ ექს ოლოროსო შერი კასკი. კი ბატონო. ფერის შესაბამისი აქვს. კი ბატონო. ხო, სხვადასხვა ტორავაიგი არის ერთადერთი ვისკი, ხოშში მე რაც გამიგია, რომელიც აწერს ძალიან საინტერესო ინფორმაციას უკანა ეტიკეტზე. ხო. ესეთ რაღაცას, რომ აი ხო ვიცით, რომ ნებისმიერი ვისკი რო ავიღოთ, აი თქვა არდბეგზე სულ ვიზახით, რომ 55 ppm-ია ეს შებოლო, ხო? რეალურად ეს არდბეგი რჩება ამ დისტილირების და ყველაფრის გამოხდის და კასრის მარიცის რამდენი? ხო რა, მაგრამ ძალიან ცოტა 7-8, ანუ ჩვენ რასაც გრძნობთ ამ ტორფს 7-8 შეიძლება 12 მაქსიმუმ არის რა და ამას ეს ყველაფერი აწერია, რომ მანამდე 45 ხო, ანუ თავიდან იყო 55-60 ppm და შემდეგ დარჩა 16. ანუ ეს არის 16 გრადუსი კი არა და ppm-ით არის შებოლო არის, ხო. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იგივე მასაც რა ქვია 200-მდე რაღაცაზე ვადიან. ოქტომბერში და ისინი არის, კი ბატონო, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამის მეათედი რჩება ხოლმე კი არა და რამდენიც. გაყოლება რა და საინტერესოა ხოლმე რამდენი რჩება საბოლოოდ, რას ვსვამთ ჩვენ, თორე იქ მანამდე ქერი რამდენზე იყო, რაში მაინტერესებს. ის სითხე მაინტერესებს მე და ძალიან კარგი მომწონს ეს გადაწყვეტილება ტორავაიგის მოკლედ რა. კაი, გავსინჯოთ ამ ტორავაიგი დავიწყოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმოვნა, ეს არის ინაუგურალი რელიზები ხალხო. პირველი ბოთლებია დისტილერიების, რომლებიც ბევრი არ გამოსულა, მალე გამოიყიდება, გათავდება, ამოყიდულიც არის მე მგონი უკვე და არ ვიცი, რამდენად მაღაზიებში შევით. არ ამგონია და აქ გაქვთ შანსი რა. ეხლა კი გამომდის პირდაპირ რეკლამა, მაგრამ რატომაც არ აქვს გეუბნებით, რომ დიდად საყიდლად ძნელია უკვე პირველი ვერსია და ნელ-ნელა ალბათ წლების მერე აუქციონზე აიწევს ამის ფასი უბრალოდ იმიტომ რომ პირველი რელიზია. თუ რომელი განსაკუთრებით თუ რომელიმე ან ორივე გაამართლებს და მაგარი დისტილერია გახდება და ძალიან მაგარი ბოთლების გამოშვებას დაიწყებს, მისი პირველი რელიზები ძალიან ავარდება ფასში რა და გასინჯვის მოსწრება, აგერა ბატონო, ჯერ კიდევ ცოტა აკლია. ტორავაიგი დავიწყოთ. ტორავაიგი დავიწყოთ, იმიტომ რომ 4 გრადუსი ნაკლებია. გახსნილებია ორივე, რამდენი ხანი ერთი თვე? დაახლოებით ერთი თვის გახსნილია ორივე, ხო. ნუ ცოტა პატარა აკლია და დიდად აირაციას ვერ მოასწრებდა პატარაში. აი, შეგარგეს. ჩვენ რამდენი ვის აქვს ლიმონი? ჩვენ გავსინჯეთ ეს. ეს გასინჯული გვაქვს, რო გამოვიდა მაშინ დაახლოებით 3-4 წლის წინ, ხო? კი ბატონო. და მაშინ დიდად არ აქვს თოვანი. მაგრამ მე მახსოვს რომ აირაციის მერე მოგვეწონა. აირაციის მერე მოგვეწონა სულ ცოტა რო იყო დარჩენილი ის რო გავსინჯეთ. დიდად კარგი აირაცია რო გაიარა მე რო თვეები რო. ეხლა ამას აქ ერთადერთი მინუსი რაც აქვს ეს არის აი ეს ახალგაზრდობა.
სპირტი იგრძნობა რა, ცოტათი ცხვირში. ხო, მაგრამ ის შენ რას ქვია, სიმჟავე რაღაც ციტრუსები და ძალიან კარგად არის და ფაროსია გამოყენებული, უბრალოდ დრო არ იყო. აი იჩქარეს რა, რაღაც უნდა დროზე ეკნათ ეთქობა და ის 4 წელი არ იყო 1-2 წელიც და 6 წლიანი იქნებოდა იდეალური ალბათ რა. ძალიან კაი, ხო, ანუ რაღაცა სიტყვაც არის. აი, ბურბონის კასრის სიტყვაც არის ცოტა შეგეთ რაღაცა კარამელი და რაღაცა, აი, სიმჟავე ფარავს, მაგრამ აი ყურუთ სადღაც ეს ლიმონია და ხმელი ბალახი ჩემთვის რა. ხო, ხმელი ბალახი მოისაუბრა. ცოტა კრემიც არის, ოდნავ. კრემი არის, კი. ხო, თივას გულის ხომ, თივის და ხმელი ბალახების სუნი არის ჩემთვის ლიმონთან ერთად რა. ხო, მაგას უცებ ბალახს ვერ უზნობ. ოდნავ არის. ძალიან აი იმასავით არ არის, long grow-სავით არ არის, long grow სივირო იყო. ის არის ბალახი, ძალიან კაი იყო ეს. საინტერესოა. ძალიან კაი, აი სუსუოდნა, ოღონდ აი მე რაც დავიწუნე, ეგი აი როგორ გითხრა 10-დან 1 ინტენსივობით არის, ძალიან ოდნავ გაკრავს ეგა, რომ აი მართლა კი არა და მოდი პირიქით ვიტყვი რა, 4 წლიან ვისკიში რომ ასე ოდნავ არის ეგ მინუსი, რაც მე ეგ მაგარი მიღწევა. აი მე პირიქით ვიტყოდი რა, არა თუ მინუსად ჩაუთვლიდი, არამედ იმიტომ რომ 4 წლიან ვისკიში ძალიან კარგი კასრი თუ არ არის ვერაფერს ვერ უზამდა. იქნებოდა საშინელი სპირტი. უბრალოდ და ნუ აი ცოტაც რომ ალბათ ამის შემდეგები თუ იგივე ხაზში აძოლებენ ძალიან კარგი სითხე გამოვიდა. First fill ბურბონის კასრი ყოფილა. მით უმეტეს first fill და თან კარგი ხარისხის აიღეს ალბათ რა. ნახოთ გემოზე აბა. სუნი კარგია. გემოზე თუ ჯერ ის გავს ის უნდა დავსუნ თუ დამოვიცოთ და შედარებას რო ვაკეთებდით მე ბოდიში მე. მოგეწონა ძალიან ტყუილ. ხა ერთი წელი მქონდა ამის. კაი აბა არ ვნახო. 50 გრადუსი და დაფინიშებული შერიში. ოი მე რა სხვანაირია. რამეს გავონებს? რაღაცნაირი შერია. ტრიანი შერია და ხო. ოლოროსოა ხო? კი, ოლოროსო აწერია და იგზნობა ოლოროსოთა შორის. საკმაოდ იგზნობა. სიტყვა კი არ არის, აი ეს ოლოროსოს სიმშრალე არის რაღაცნაირი. სუსუ ოდნავ გავს, აი ეს კომბინაცია ოლოროსოსი და ტორფის ძალიან ოდნავ ოღონდ ხარ მეჩხუბო. ემას რა ქვია, ლაფროიგათის შერის. ოდნავ გავს რა. ნუ უფრო მეტად მაგას ვიდრე ბოუმორს სიტყვაზე ვიძახი. ვიდრე ლაგავულის არა ლაგავულში ხო სხვა კომბინაცია. ლაგავულში დისტილერს არა ის ამონტილადო იყო თუ რაღაცა იყო. თუ ამოროზო. თუ ამოროზო. ყოველ შემთხვევაში ოლოროსო არ იყო ეს. ამოროზო ტალისკერია. ტალისკერია ხო. ნუ რაღაცა იყო მაგ თან არ ნიშნობა. იმას არ გავს, უფრო მეტად იმას გავს მეთქი მაგას გეუბნები რა. ლაფროიქს ვიდრე სხვებს. ეგეც გვაქვს ვარში და შეგვიძლია შევაწეროთ, მაგრამ შევადაროთ ერთმანეთს. შეიძლება კი, რატომაც არა. ხო. ხო, საინტერესოა, ესეც ხისუნი აქ ამას, ტანინები. ხისუნი და ხო, ტანინები არის, ხისუნი არის. ის მტვერი არის, რომელიც არ შორდება. ტორფი უფრო ნაკლებია, ვიდრე ტორავაიქში იყო. ტორავაიქს უფრო მეტი ტორფი ჰქონდა ჩემთვის. უი, როგორ შეიცვალა ეს? უი, ეს გარკვევა საერთოდ საერთოდ კონფეტი. აი ეს ექსპერიმენტები მოდით და ვატაროთ ერთად ხალხო ამბარში, ძალიან მაგარია რა გეუბნებით რა. აუ, რა საინტერესო, რაღაცა ნაყინის, ვანილის ნაყინის სუნი გავხ, აი ძველ ბავშვობაში ნაყინები იყო ვანილის. სულ სხვა გახდა კი. კარაქი კი რაღაცა ქონდა ბევრი იმ ნაყინს, რძის გემო რო ქონდა ხოლმე ნაყინს. კი, კრიმი რა. ხო. აუ, რა კაი რაღაც გახდა. ძალიან სხვანაირი გახდა. ან განიავება მოემატა, ან უბრალოდ რეცეპტორებმა ეს კომბინაცია სხვადასხვა თქვენს გაითვალისწინეთ თუ ზადრებთ ხოლმე, რომ როცა ჩვენ ამას სუნავთ, ამის რაღაც განწყობები იმაში გადადის, ეგრევე ცხვირს ვატაკებ ახლა ხო იმაში ახლა. თუ გაანიავე და რაღაც გამოიარე და 15 წუთი არაფერს არ დასუნე, გავა, მაგრამ ესე პირდაპირ ერთმანეთს იმაშება, უცვლის რაღაცეებს რა. და ამაში კიდე რა გაიშ, ეს ის მტვერმა მოიმატა და მტვერთან ერთად ცოტა რაღაცა სათამაშოები რო რეზინის სათამაშოები რო იყო ადრე და რეზინის სუნი გაუჩნდა. უარყოფითად არა. რაღაც სასიამოვნო ცხვირი გაუჩნდა კიდე უფრო. აუ რაღაც ერთმანეთს მოუხდა ძალიან რა ჯერ ერთს რა. ერთმანეთი გააუკეთესეს კიდე. რავი, ამ ეტაპზე მე ტორავაიგი მირჩენია ცხვირზე. მე თუ ასარჩევად მიგა, მაგრამ ესეც კაია. მე მგონი აი თავიდან ეს უფრო მომეწონა, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ეს მტვრის ხის და მტვრის სუნი ვისკიში, მაგრამ მე რო ეს ზედმეტრ-ძიანი ნაყინის სუნი გაუჩნდა, რომელიც ლიმონი აქაც ბევრია, ნახე აი აქ ამდენი ლიმონი ნახერესალ ვისკიში არ არის ხოლმე ამდენი ციტრუსი, ხო არის ბევრი? სიმჟავე. ხო, მაგრამ არა, სხვანაირი სიმჟავეა. სიმჟავე აქ რაღაც ამას რომელიც მომწონს რა. აუ, ვერ ჩამოყალიბდი, არ ვიცი რომელი ჯობია, არა. ესე იგი სალცალკერო სინჯავთ ხოლმე ამერებს, ხო? ესე არც ერთი არ მოგწონს. კი. ხო. ვაღიარებ, იმიტომ რომ ორივე ცალცალკე მაქვს მეცკა სინჯული და ნუ ოკეი, რაღაც თქვით რომ კაია, ვაუ, რაღაცა არც ველოდებოდით ალბათ 4 წლიანი და 5 წლიანი ვისკისგან ამნეს, მაგრამ ეხლა ბევრად რო კმაყოფილი ვარ ორივეს ერთმანეთთან შედარებით, იმიტომ რომ საინტერესოა ძალიან. მოდი, რომელია ეს დაბალი გრადუსი ეს არის, რომელზეც. ხო, ტორავაიგით დავიწყოთ. აი, კაია.
გენიალია. ძალიან. აი, ცოტა ფინიშის ბოლოსკენ ვიგრძენი ჩაყლაპვიდან რამდენიმე წამში ვიგრძენი ისევ ის პრობლემა, რაც ასაკირო დააკლდა და ოდნავ რო სპირტი. ხო და მე ვერ ვიგრძენი, მე მთლიანად ძალიან მომეწონა. ოღონდ უცნაურ დროს ვიგრძენი. რო ჩაყლაპა მაშინ უნდა იგრძნო წესით. ამ პირში რო ივლებ. არა, ჩავყლაპე, წამოვიდა კაი სიტყვები რაღაცები და რო გადავიდა, მოდი ფინიშზე რო მოდის ხოლმე პილპილები, მაგადგილას წამოვიდა სპირტისვა ჩემთვის. ცოტაზე მეტად, ხო? და რამ სიგრძე ფინიში აქვს? ფინიში კარგი აქვს. ხო. ფინიში კარგი აქვს და ტოვებს მას რა ქვია? რას ტოვებს? ესეც კაი პილპილებს ტოვებს, მაგრამ შავ პილპლის არა, უფრო სხვანაირი სიცხარეა, რაღაცნაირი სიცხარეა. აი იმის რა ქვია? რაღაცა ინდურის უნელების სიცხარეს უფრო მაგონებს. ის იმას რო სიცხარე აქვს ხოლმე რა. რაღაცნაირი სიცხარე აქვს, მაგრამ კაია. უცნაური ის არის, ახლა ეს ვისკი მე ცალკე გასინჯული მაქვს ალბათ ერთი 8 ჯერ მაინც, ან 9 ჯერ, რა ვიცი. ეს არ მოწონებია, ანუ ეხლა რო ეს ანუ ეთყობა უბრალოდ ხალხთან ერთად რო ვსვამ და კიდე მილიონი ბოთლი რო ალაგია, დიდ ყურადღებას არ აქცევ რა მაგდროს ადამიანი და ეხლა როცა უკვე დაკონცენტრირდი და რაღაცა შედარება დაიწყე და ძებნა დაიწყე და რაღაცა საერთოდ სხვა რაღაცა. მიდი არ გადახვიდე იმაზე ჯერა. სუნზეც კიდე სხვა რაღაც წამოიღო და კლუბზეც კიდე სხვა რაღაც წამოიღო. აუ ძალიან კაია. მეორე კლუბ კიდე უკეთესია. ისიც დააკლდა, ის მინუსიც დააკლდა. მეორე პირველ კლუბზე სადაა ტორფი მეთქი ვფიქრობ და მეორე კლუბზე ვიგრძნო ტორფი, ხო. პირველზე არ ქონდა. და სიმშრალე გაჩნდა. ცოტა სიმშრალე აქვს, მაგრამ ძალიან არა. პირველ კლუბზე არ ქონდა, ახლა გამომიშო მთლიანად ეს ადგილები რა. აუ, ძალიან კაია ძალიან. არა, ინაუგურალისთვის მომდომებიათ ბიჭებს. კი, შვენიერია. ნაკლებად კარგი მახსოვდა უფრო, ჩემი მეხსიერებით, როგორც შენ აღნიშნე უკვე. შვენიერია. არ ნახო. აი, ჩავრეცხეთ. აბა ეხა ეს. აბა, აილაზე გადავედით. ტორფი. უიდედა. ტორფი კი არა, როგორ ტანინებია. ეს მუხა. და ბოლოს სიმწარე ცოტა. სიმწარე არ არის ესა. სიცხარეა. სიცხარეც არის ტორფია, ნაცარია სულ. ნაცარი, მართლა. აი, ლაფროიგზე არ დამეთახმე, როგორ ლაფროიგის ფინიშია. ზედმეტი სიცხარეა ცოტა ჩემთვის. ნაცარია ზედმეტი. სიცხარე არ აქვს ზედმეტი ჩემთვის, რავი. რაღაცა დამიწვა მაგას გულისხმობ. ხო და ნაცროვანია ეგა. ნაკორჩხლების ნაცარია მგონია რომ ის ნახშირს ენა აუსვი და თან ის ნახშირი ხო მუქია, შავი. და ნაცარი რო ის არის ღია ნაცრისფერი. ისიც რო აყვება, მტვერი, ნაცრის მტვერი აი ეგეთია. კაია. ლაფროიგია. ყველაზე მეტად ლაფროიგის ტორფს გავს არა? ამ ტორფს ახლა რომელიც შეადარებდი აილაზე. ლაფროიგია. ლაფროიგის ტორფს გავს ყველაზე მეტად. ეს ერთ-ერთი არ არის, ამას იმდენი იოდი და სიმაში არ აქვს. გამოვლების დროს აი ეს ტანინები ვიგრძენი, თითქოს კაი ასაკიანი ვისკი იყო რა. ხო, ეგ ტანინები იგრძნობა, კი, ჩაყლაპის მომენტშიც. ჯერჯერობით არის. მაგრამ სიტკბოს ნასახი არ აქვს? სიტკბო არ არის. არა, ისეც არ არის. უზეც არ აქვს. ანუ ოლოროსო რო არის და შერი რო არის, ხო, კი არის ოლოროსო. ეთყობა ცოტა. კი არის ოლოროსო ეს შერი და რაღაცა და თითქოს ვითომ მაინც უნდა იყოს ტკბილი და რაღაც, მაგრამ საერთოდ სიტყვა არ არის, ხო? არ ჩემთვის არ არის. აი ისევ იმ ჩემი რაღაც რეზინის სათამაშოებისკენ და ბავშვობის რაღაც ისინი რო იყო რა, აი თუ გახსოვს. მჟავე ხერესები რო იმის მჟავე უფრო აქვს ვიდრე სიტკბო. ვიდრე ჩამტკვარი ხერესების. ხო. ამიტომ ოლოროსოსთან უფრო შეიძლება ფინო უფრო იგებიქრა ადამიანს არ რაღაცა. ოლოროსოს მჟავე კი იყო 25 წლიანი დაძულების ოლოროსო იყო არანაირი ჩამტკვარი მე მგონი. ჩვეულებრივი კარგი ინტენსიური, მაგრამ მჟავე ყვინო. სიტკბო დაკრავდა, მაგრამ უფრო მეტი სიმჟავე იყო. ასე რომ ასე სტერეოტიპულადაც არ არის საქმე, რომ პირდაპირ ქიშმიში და ეს არის რა ქვია, ლეღვი. აბა ერთმანეთს. კაია რა. აკურებული ვარ, ჩემი თავის მიკვირს რა. ძალიანაც არის, მაგრამ კაია. ძალიანაც არის. ჩემი თავის მიკვირს, რომ აქამდე ეს ყველაფერი ამ ორი ვისკის შემშეული არ მქონდა და ის მქონდა. ძალიან კარგი. მე ესე ცალკე აღებულა თუ მაინც და მაინც ძალიან ჩამომახშობთ ხელებს, გადამიგრეხთ და თავს ჩამარტყავთ გინდა თუ რა თქვიო, მაშინ მაინც თორა იქს ვიტყოდი. მაინც ოდნავ მირჩევნია. მაგრამ ეხლა რო ფიქრობ, აი ეს ფეარინგში რამდენ რამესთან შეიძლება ძალიან მაგრა წავიდეს, აი სუშისთან მაგალითად ეგეთ ნაცარი, აუ არ ვიცი ხა ყველას გემონება თქვენებურად იცით, მაგრამ მე პირველი რაც მომინდა რომ სუშისთან მიმეყოლებინა. ესეთი ინტენსიური ნაცრიანი ვისკი
რავი არც მახსენდება ლაფროიგიც კი არა რამდენიც არის იქ სიმლაში იგივე და რაღაცეებია მაგრამ ეს ახალგაზრდა არის და იმიტომ ეთქობა ეს რაღაცეები კიდე ეგეც არის კი მაგრამ ძალიან კარგია ამის ფიარინგში შეიძლება რაღაცა აი ძალიან ბევრ რაღაცასთან უბრალოდ მაგარი კომბინაცია გამოვიდეს რა და ეს ცალკე ძალიან კარგია და ფიარინგშიც ყველაფერს მოხდა ორივე ძალიან კარგია ყოჩაღა ორივეს და შემდეგი რელიზები რამდენადაც მე მახსოვს ტროვაიგის კიდე ორი რელიზი არსებობს ხო უკვე ბევრი არის მეორე მახსოვს 4-ნაირი თუ 5-ნაირი თან ესენი კიდე რაც კეთებენ იცი უშვებენ კლუბის წევრებისთვის კასრის სიზნეების სინგლ კასკებს უშვებენ და ისინი ცალკე მიმდინარეობა არის და ამათ მე მგონი 3-4 წელი გამოუშვეს უკვე ძალიან ხშირად გამოუშვეს და 6 წლიანი რაღაცა საინტერესო მაგათ თვალის მიდევნება უკვე რას გააკეთებენ როგორ და როგორ წავლენ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ ძალიან საინტერესო იქნება ორივების კი ინაუგურალი ძალიან კარგი არის და თუმცა შემთხვევით წააწყდებით აუცილებლად იყიდეთ რა მე რო იყიდით თაროზე შემოდეთ ინაუგურალია მაინც მოდით აქ და გასინჯეთ ნო ის შეჭებათ გაუხსნელი აი ეგ არის თუ გასინჯვა მოგინათ ესტუმრეთ ვისკის კლუბს და გამოიწერეთ არხი აწურდით შემოდით ჯგუფში კლუბში, Facebook ჯგუფში. აბაჰეთ.